Მაცნის გადამღებმა ჯგუფმა დღეს ბათუმში სხვადასხვა ტერიტორიაზე მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელები დააფიქსირა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ვინ აბინძურებს ტერიტორიას, როგორ უმკლავდება თვითმმართველობა პრობლემას და ჯარიმდებიან თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოქალაქეები. რა ბერკეტები აქვს ბათუმის მერიას უკანონო ნაგავსაყრელების აღსაკვეთად. ია გოლიაძე მუშაობდა თემაზე. მსგავს უკანონო ნაგავსაყრელს ქალაქის ბევრ უბანში შეხვდებით. ლადო გუდიაშვილი ერთ-ერთი იმ ქუჩათაგანია, სადაც სამშენებლო ნარჩენები ყრია. ადგილობრივების მტკიცებით ტერიტორიას მშენებარე კომპანიები აბინძურებენ. ეს ორი სამშენებლო კომპანიებია. ეს სამშენებლო კომპანიები აბინძურებენ, დაინახეთ თქვენ. კატლავანი ამოიღებს მაგნებით კი ბატონო. ბინძურდება ყველაფერი ეკოლოგიურად, აბა საზოგადოებას აწუხებს. ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თავად მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები. როგორც ამბობენ, ნაგავი მათ არ დაუყრიათ და არც ისიციან, თუ ვინ დააბინძურა ტერიტორია. უფრო მეტიც, დასაქმებულებმა ისიც ვერ შენიშნეს, თუ როდის გაჩნდა აქ სამშენებლო ნარჩენები. თქვენ მოიტანა ეს ნაგავი არ დაგინახა? როდის დაყარეს? რამდენი ხანია რაც დაყრილია? რამდენი ხანია რაც დაყრილია? თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი ხახულის ქუჩაზეც. აქ მდგომარეობას კიდევ უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ქუჩის განაპირას პოლიეთილენის პარკებს, ბოთლებს და მეორად საბურავებსაც ყრიან. ადგილობრივების ინფორმაციით ქუჩას ღამით აბინძურებენ, ამიტომაც კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ. Ვიცხას დაჭირდება მოვახტრის და გაწუხებთ თქვენ ეს? სიბინძურე ყველას აწუხებს. და როდის დაყარეს? აი, რა ვიცი, ალბათ ღამეში. მაგას კონტროლი უნდა ვიტყოდ შეხვდეს შეამოწმოს დააჯარი მოძრაც კატური. ეს კი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. ახალი ბულვარის ნაწილი დღეს ასე გამოიყურება. კიდევ ერთი ტერიტორია, სადაც თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელის პრობლემა წლებია არსებობს, ნანა გვარიშვილის ქუჩა. აქ ნარჩენებთან ერთად მდგომარეობას სარეველა ბალახიც ამძიმებს. შედეგად ადგილობრივთა თქმით, მომრავლდა მწერები და ქვეწარმავლები. აქაურებამ ფაქტის შესახებ ბათუმის მერიას აცნობეს, თუმცა თვითმმართველობას მოსახლეობის მოთხოვნაზე რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. ორი წალია ყრია ეს ნაგავი, არ ვიცით ვინ დაყარა. დღისითაც მოქონდათ და ღამითაც მოქონდათ. ჩვენ კი ვქონდა, კი ვეუბნებოდით, რომ ნუ დაყრით, ნუ გაფუჭებთ, ნუ დააგვიანებთ, მაგრამ რეაგირება არაფერი არ იყო. ჩვენ მერიასთან მივიდნენ, მე პირადად არ მივსულა, მაგრამ მივიდა ხალხი, მაგრამ მაინც არაფერი რეაგირება არ იყო. 5-6 წელია აქანა დაყრილია მუსოი, ნაგავი. ხო და გველებიც არის, სუნია რაღაცნაირი რა. ნაგავი წვერი შემოდის ოთახებში. როგორც ირკვევა, ადმინისტრაციული სამართალდამღების გამოვლენა ბათუმის მერიას უჭირს. სანდასოფთავების სამსახურში ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე ნაგავს ღამის საათებში ყრიან, რაც კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ რამოდენიმე ღონისძიებები ჩავატარეთ იგივე მაკინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე, იგივე იქ ჭოროხის შესართავთან, როგორც თქვენ თქვით წაღან. მაგრამ შედეგი არ გამოიღო, დავასუფთავეთ ტერიტორია, მიდიან და თავიდან ყრიან. ალბათ ღამის საათებში გამოაქვთ და ისეთ დროს ყრიან, როცა ჩვენი თანამშრომლები არ იმყოფებიან იმ ადგილებში. შეიძლება იყოს მოწყობილი ხელოვნურად ნაგავსაყრელი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში არის, შესაბამისად მერის ზედამხედველობის სამსახურის სანდასუფთავება გადასული არის 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში. ბოლო 5 თვეში სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15-მდე ოქმი შეადგინეს.